საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლება ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ გორილებისათვის კარგად ნაცნობი სახე ბატონი მიშა ქარელი ოჯახურ გარემოში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. საყვარელი ქალაქი გორი. ცხოვრების მიზანი, სიკეთის კეთება. საყვარელი მწერლები: ილია, ვაჟა, კონსტანტინე გამსახურდია და ჭაბუა ამირეჯიბი. ჰობი სპორტი და ნადირობა. საყვარელი სადილი, შემწვარი კარტოფილი. ბიოგრაფიული შტრიხები. მიხეილ ქარელი 1975 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ქალაქ გორში. ყავს მამა გოგი ქარელი, დედა მზია გოდერძიშვილი, ტყუპი და ეკა და მაკა. მიხეილ ქარელმა 1992 წელს დაამთავრა ტყუიავის საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში, აღრიცხვისა და ფინანსების ფაკულტეტზე. შემდეგ 1995 წლიდან სწავლა აგრძელებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც არჩინებით დაამთავრა 2000 წელს. 1998 წელს აირჩიეს ტყუიავის საკრებულოს გამგებლად, სადაც იმუშავა 2002 წლამდე. 2002 წლის იანვრიდან ჩამოაყალიბა რეგიონში ანტიკორუფციული კავშირი. 2003 წლის იანვრიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. 2004 წლის 27 იანვარს დაინიშნა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად შიდა ქართლში. იგი არასოდეს განიცდიდა პოპულარობის დეფიციტს, მასზე ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა, განსაკუთრებით ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე. დღევანდელობამდე სავალ იგზაკი საკმაოდ რთული იყო. ეს ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო. ბატონო მიშა შეძლებით დაგვარად ეხმარებოდა მშობლებს ოჯახურ საქმიანობაში. არ ეზარებოდა მამასთან ერთად ბაღვენახში ფუსფუსი. შრომობდა, თამაშობდა, ვარჯიშობდა. გრძნობდა, რომ სიმაღლეზე ასასვლელად საჭირო იყო ენერგია, ძალა და ამ ძალისა და ენერგიის ძიების გასაღები შრომასა და სწავლაში იდო. მას სწამდა, რომ სერიოზული მიღწევებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა სიბეჭდითი და მობილიზება. მან მამის თხოვნით თავის საყვარელ სპორტის სახეობაზე უარი თქვა და სწავლა უპირველეს მოვალეობად ექცა. ის, რასაც მან მიაღწია ცხოვრებაში, სათავეს თავისი ბავშვობიდან იღებს. ბავშვობა კი მან თავის მშობლიურ სოფელ ტყუიავში გაატარა. ბატონო მიშა, საინტერესოა თქვენი ბავშვობის, სკოლისა და შემდგომ სტუდენტობის მოგონებები. სკოლამ ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სკოლაში ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. ამავე დროს ძალიან ცელქით, ჩხუბის თავით, ბევრი კარგი, ასე ვთქვათ, კარგი მახსოვს სკოლიდან. შემდეგ უნივერსიტეტის წლები. იქაც მიჯაჭვული ვიყავი მხოლოდ სწავლაზე. ვიცით, რომ ჯერმე ეკონომიურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინ საკმაოდ დიდი სურვილი მქონდა, რომ უშიშროების აკადემიაში შევსულიყო, საკმაოდ ბავშვობიდან ეს ცნობა მქონდა. მაშინ მოგეხსენებათ მიმდინარე მოვლენები ისეთი იყო საქართველოში, რომ ოჯახს გაუწიან გარეში და თბილისში ვერ წავედი ამის გამო. შემდეგ 95 წელს უკვე მდგომარეობა შედარებით გამოსწორებული იყო და მომეცა საშუალება და ჩემი, ასე ვთქვათ, მიზანი, ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი ავისრულე. მაგრამ არა უშიშროების აკადემიაში, არამედ მონათესავე ფაქტიურად სპეციალობა ავირჩიე, იურისტობა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე წელს ჩავირიცხე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. დღეს შემიძლია თქვა, რომ იურისტი ვარ დავამთავრე წარჩინებით. თუ გიფიქრიათ, როდისმე რომ ესეც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნებოდით? ასე უცბად თუ დავინიშნებოდი, ნამდვილად არ მეგონა ეს სერვისის სწრაფი განვითარდა მოვლენები საქართველოში. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმ დროს, როდესაც მე მზადებოდი აქტიურად ნოემბრის არჩევნებისთვის, რომ მე ნამდვილად 2 ნოემბერსაც კი ვერ გავიაზრებდით ვერც მე და თვითონ ბატონი ირაკლიც, რომ ასე შეიცვლებოდა სიტუაცია. მაგრამ სხვათა შორის ცხოვრების მიზანი ყოველთვის იყო ჩემი, რომ ბრძოლის უნარიანობა ეს მთავრდებოდა ყოველთვის და ამ ბრძოლის უნარიანობით რატომაც გრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო საქმე უნდა მეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა, ამას წინასწარ საკმაოდ რთული იყო რომ გამესაზღვრო.
მიშა ქარელის მამა ბატონი გოგი პროფესიით ეკონომისტია. დედა ქალბატონი მზია კი მუსიკის მასწავლებელი. მშობლები მიხეილ ქარელს ასე ახასიათებენ. ძალიან ცელქი იყო. ბავშვობიდანვე ჰქონდა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. იყო უხეში, მაგრამ საოცრად კეთილი. თუმცა მას განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი და სათამაშოები. მიშა თავისებურად თავისი ხასიათით, თავისი ბავშვური ქცევით განსაკუთრებულობას არ ეჩენდა, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივი ბავშვი იზრდებოდა სოფელში. სარავის სწავლის პერიოდი იყო, მანამდე წიგნებით, მუშაობის პროცესს მეხმარებოდა, ყველაფერს მიკითხებდა, აი როცა დაამთავრა უკვე, მაშინ კი უკვე ოჯახზეც თითქმის ცალკე იყო. სწავლის საუბრით ხასიათებოდა დადებითად ყოველთვის. განსაკუთრებით იჩენდა დიდ ყურადღებას სპორტისადმი. ფეხბურთი იყო მისთვის რაღაც ჰობი, რა ვიტყვი. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი, რომ მოდიოდა ხოლმე და ვეტყოდი, აბა გაკვეთილები. ზეთიგზე ეძინებოდა ხოლმე და მე მივხვდი, რომ მისგან განსაკუთრებული რაღაც ვერ გამოიჩენდა ის ერთი ფეხბურთელის ამბავი, ვიცით, რომ რაღაც არაფერს წარმოადგენს გუნდისათვის, ამიტომ იძულებული გავხადე გამომიყვანე და რომ არ გამომიყვანა, შეიძლება ძალიან რაღაც გავხდარიყო, მაგრამ შეიძლება რომ გუბერნატორამდე ვერც მიაღწია, რა თქმა უნდა. იფიქრებით, რომ გახდებოდა ესეთ საპასუხისმგებლო თანამდებობა. უფრო მეცნიერულ ამბავს ვფიქრობდი, იმიტომ რომ აი ამ ფორმით უფრო მეტი მას ვფიქრობდი მეცნიერების მწვერვალების ტოლმასაც იჩენდა წიგნები, რაღაც მხატვრული ლიტერატურა და ეს რაღაც თავისებურად მიზად დასახულად მიდაჩნდა მისი მოქმედება, მაგრამ მე ეს მოძრაობა რომ დაიწყო, უცბად ამ ორ ტრიალში გადაეშვა და ნუ გზა თვითონ გაიკვირა. ხანდახან ამოვარდება ხოლმე კალაპოიდან და რაც მაგალითად ჩემზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ ხან ისეთი ბევრი სიკეთის მოუძრაველი მატარებელია, რომ შეიძლება აი ამით ფარავს ამას. გასასურვებ თქვენ შულს და რეგიონის მოსახლეობას. ჩემს პირველში ვსურვებდი დაუჯახებას, ქართველების გამრავლებას და შემდგომში აი იმ ამოცანების შესრულებას, რაც ერის წინაშე დგას. იმიტომ ეს რეგიონი ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანია თავისი კულტურით, თავისი წარსულით, თავისი ამით და აქ რომ სადღაც ვიღაცა ხმარ აიმაღლოს და ის ტრადიციები არ გაგრძელოს, საწოდაობა იქნებოდა. დადებითი ძალიან ცელკი იყო, მაგრამ კეთილი ბავშვიც იყო. საერთოდ ხო და დადებითი ეს ქონდა რომ აი უცებ იცოდა აფეთქება, მაგრამ მე მორბებოდა და საერთოდ ბავშვობაში ძალიან უყვარდა სათამაშოები და საბავშვობიდან რომ მომყავდა მაინც იწევდა რომ მაღაზიაში შემეყვანა და მეყიდა სათამაშო და ერთხელ არ შევიყვანე და იცოდეო მანქანაში შევუვარდებიო თუ არ მიყიდე სათამაშო და მაგრამ უძულებული გავხდი რომ შემეყვანა და მეყიდა სათამაშო ძალიან დაკავებულია და ჩვენც გვინატრება რომ მოვიდეს სახლში და ვნახოთ ტელევიზორით უყურებთ ხო 2002 წელს მიშა ქარელმა ტყვიავის თემის გამგებლის თანამდებობა თავისი ინიციატივით დატოვა. ეს იყო რისკიანი ნაბიჯი მის ცხოვრებაში. ეს დღე გახდა მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების ნიშანსვეტი. მას გზა გაიხსნა საბრძოლველად და მართალი სიტყვის სათქმელად. ახალგაზრდა პიროვნებამ მალე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. დაარსდა ანტიკორუფციული კავშირი. შემდეგ აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა ნაციონალურ მოძრაობაში და იბრძვის სამართლიანობისათვის ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად. მიშა ქარელი საოცრად მოკლე დროში, პრინციპულობის წყალობით მოსახლეობის ინტერესების დამცველი ხდება. მიუხედავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ზეწოლისა და მუხარისა, იგი მაინც აგრძელებს ბრძოლას კორუმპირებულ ჩინოვნიკთა წინააღმდეგ. ბატონი მიხეილი ჩვენთან საუბარში ნოემბრის რევოლუციის პერიოდს იხსენებს და არც ის ორიგინალური კურიოზი ავიწყდება, რომელიც იმ პერიოდში თავს გადახდა. ეს კურიოზი ამ ბოლოს იყო, ცოტა პოლიტიკურია, მაგრამ მაინც უნდა თქვა გახსოვთ ახლა, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოსგან წამოვიდა და ხალხი აიყოლია. და მე გორში უნდა ჩამოსულიყვნენ, გორში შემოვიდნენ მართლაც ის პატარა მიტინგი გაკეთდა აქცია და სტალინის ძეგლთან მოგროვდებოდნენ დასავლეთიდან ჩამოსული ხალხი და ჩვენი ოფისიდან, ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან უნდა შევერთდებოდით ამ რაოდენობას და დაახლოებით 1000 კაცი მოგლოვდით ჩვენს ოფისთან, მე და ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი წინ მივუძღვებით ამ ხალხს და რას ვხედავ სტალინის ძეგლთან არის დიდი პლაკატი და აწერია მიშა ქარელი შენთან არის. მე და ირაკლი მივდროულად შევხედეთ ერთმანეთს
ну ორივეს ის გვეტყობოდა სახეზე ვინ გააკეთა ესეთი სისულელე რაღაც დავიბოღმე საშილად ხო და მე მივიდივარ ნელა მეთქილა ჩვენ რაღაც სამეგობრო რაღაცა ესეთი კურიოზი უნდათ რომ გაეკეთებინათ თუ რავი რა იყო და ნუ მივახლოდით ახლა წერია მიშა ძიმე ქარელი შენთან არის ეს ქარელის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია იყო ჩამოსული და ასეთი იმ პლაკატმა ესე იგი დიდ აქციაზე გადაინაცვლა თბილისში იქაც სხვადასხვა თითქმის ყველა ტელეარხზე შუქდებოდა და ეს ზარები ტელეფონზე რომ ყველას უყვიდა სხვადასხვა ეხლა მიშას თავს პომპეზურობას არაკეთებს არასოდეს ხო და ზარები იყო რომ აიღო ჩვენც დაგვიტოვე ერთი რაღაც პლაკატს გავაკეთეთ ჩვენც და აუჩით ესეთი ხო ალბათ უხერხო სიტუაციაში გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად ბატონი მიშა მაინც იცის ოჯახისათვის. ოჯახის უფროსი წევრებისათვის დრო ნაკლებად აქვს. თუმცა რაც არ უნდა დაღლილი იყოს, იგი მაინც ახერხებს პატარა დიშვილების მიფერებასა და მიალერსებას. ბავშვებთან ურთიერთობა მას ყველა პრობლემას ავიწყებს. ჩვენ გავიცანით მიხეილ ქარელის დები, ეკა და მაკა, რომლებიც ძმას დადებით, სამართლიან, პრინციპულ პიროვნებად მიიჩნევენ. თუმცა ღირსებებთან ერთად არც მისი უარყოფითი თვისებების აღნიშვნა ავიწყდებათ. ერთხელ მახსოვს მე და მაკამ დავალაგეთ სახლი და დავწმინდეთ სულ იატაკი სულ ყველაფერი და ხედავთ მიშკომოდის სტადიონიდან ეს ამოთხრილი ბოტასებით რაღაცა დავინახეთ რომ ამ მოწმენდილ იატაკზე შემოვიდა ამ ფეხსაცმელებით სულ გავგიჟდით რომ მოგვიცვარა ეს იატაკი ხო და აი გუთხარით რომ გავბრუნდი უკანო და არ გავბრუნდა გავბრაზდით და არა დამდროს ქონდა კიბეებზე დასუფთავებული მაგის სასკოლე ფეხსაცმელები რომ ის უნდა ჩაიცვა მეორდელი წასება ავდექით ეს ფეხსაცმელი გადავუყარეთ ძირტალახში და აქ თქვენ ეს გამიკეთეთ შევიდა და მახსოვს გამოიტანა ლამაზ გერმანული თოჯინები გქონდა და სულ ტალახში გვიყარა აბსოლუტურად მე და მაგას ზოგს ფეხი მოზრა ზოგს თავი მოზრა წიოდით ეს რა გაგვიკეთე და ეს კურიოზი შეიძლება ითქვას რა პრინციპულია ძალიან რაღაცას იტყვის დასთხოვს ძმას თხოვს მამა დედა მისთვის სულ ერთია თუ დარწმუნებულია თავის თავში რომ მართალია არავითარ შემთხვევაში აღარ გადათქვამს იმდენად მოუცლელია ხშირად როცა ვრეკავ ტელეფონს არ იღებს უწყინს ხოლმე სიმართლე გითხრათ მაგრამ ალბათ ეს მისი სამსახურიდან გამომდინარეა და ვითმენთ ბატონ მიშა სტუდენტობაში თურმე უწევდა სადილების კეთება, რადგანაც ცხოვრება დამოუკიდებლად უხდებოდა. თუმცა ახლა სადილების მომზადებისათვის აღარ სცალია. ახალგაზრდა რწმუნებულმა გაგვიმხილა, რომ ის აპირებს დაოჯახებას, მაგრამ როდის მიიღებს ამ სერიოზულ გადაწყვეტილებას, მისთვისაც უცნობია. იგი იმდენად დაკავებულია სამსახურებრივი მოვალეობით, რომ თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს და ძალიან წუხს, რომ წიგნის დაკითხვისთვისაც კი ვეღარ იცლის. თქმა უნდა, ეხლა ვაპირებ ამφილად დაოჯახებას. მაგრამ ეს როდის იქნება ნამდვილად არ ვიცი. პრინციპში არის სწორედ ეს მიშლის ხელს რომ ესეთი თავისუფალ დრო არ გამაჩნია ფაქტიურად. ნახოთ. ბატონო მიშა საინტერესოა თუ გრჩება თავისუფალი დრო და რას აკეთებთ ამ დროს? ფაქტიურად თავისუფალ დრო არ არჩევ. საერთოდ სამი თვეა ფაქტიურად ერთი წიგნის კი ვერ წავიკითხე იმდენად მოუცლელი ვარ და და წიგნი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო ყოველთვის. ოჯახში ძალიან იშვიათად მოვდივარ. თუ მოვდივარ ისიც ალბათ ანაკეთ მხარეში ვარ ხეობის მხარეში გვიან მომიხდა და ხამის გასათევება თუ შემოვივლი ხოლმე. და ძალიან სხვადასხვა ერთით ცუდია რომ ოჯახს მოვწყდი მაგრამ მეორედ ძალიან მიხარია რომ ძალიან ჩემი ნებისმიერ გადმონა ბიჭი სხვა ოჯახების ის უმრავლეს და ძალიან ბევრი ოჯახებისთვის არის სასარგებლო და ეს ფაქტობრივად მასულ დუმულებს და მას მიფანტავს ფაქტიურად მონატარებას ჩემი ოჯახის მიხეილ ქარელი ყოველდღიურად მზადა აღასრულოს თავისი მოვალეობა, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. იგი ყოველთვის ეცდება გაამართლოს ის ნდობა, რომელიც ხალხმა დღევანდელ ხელისუფლებას გამოუცხადა. რას უსურვებდით რეგიონის მოსახლეობას? გამძლეობას უსურვებ მართლაც ქართულმა ხალხმა ძალიან ბევრი რამე გადაიტანა, ბევრი გაჭირვება, ბევრი დამცირება, ბევრი თავმოყრება, შელახულები
იყვნენ და დღეს უკვე სიტუაცია შემოbrunდა მთლიანად 180 გრადუსით და მე კიდევ გამძლეობას უსურვებ მათ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი ჩაადგება კალაპოტში და ნორმალური ცხოვრება იქნება აუცილებლად საქართველოში, რადგან ამის დიდი მოზღავებული სურვილი გვაქვს და ამას ჩვენ მივახცევთ აუცილებლად, რომ ჩვენი ნდობა საკმაოდ მაღალია, ნდობა ხალხის მხრიდან და ამ ნდობას ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ. და ის იმედი, რომელიც მათ თვალებში არსებობს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ მოვკლათ ეს იმედი მათში. ეს შეიძლება დაგვიჩნდეს საკმაოდ ბევრი ენერგიის ხარჯად, ბევრი დაპირისპირებები არსებობდეს კონკრეტული ჩინოვნიკების მიმართ, ან კიდევ სხვა ეკონომიკური თუ კრიმინალური დამნაშავეებთან, მაგრამ ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ რაღაცას გარიგებაზე წასვლას, ყველას დაუპირისპირდებით, ვინც ჩვენს ქვეყანას განვითარებაში, ჩვენ ქვეყნის განვითარებაში არ იღებს მონაწილეობას. დამეთანხმების ნებისმიერი ადამიანი საკმაოდ ძნელი შესაძლებელია. ძნელია მასზე ამომწურავად ილაპარაკო. ერთ გადაცემაში არაფერი გამოგჩეს. ბოლომდე ჩაწვდა მის ცხოვრებას, მოღვაწეობას. მით უმეტეს თუ საქმე ეხება ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მომუშავე პიროვნების პორტრეტის დახატვას, როგორც ბატონი მიხეილ ქარელია. ძირფასო ტელემაყურებლებო, ასე დასრულდა ჩვენი გადაცემა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.